კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სვანეთში. იქ, სადაც მრავალი ლეგენდა დაბადებულა, სვანური ადათებით გვიცხოვრია და ეს ტრადიციები საუკუნეების განმავლობაში დაგვიცავს. მე კი მოგიყვებით იმაზე, რაც ჩვენთვის ძვირფასია და რითიც ვამაყობთ. აქ, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში, ბევრი ძველი და ფასეული ნივთია დაცული. ნახავთ წინაპრების ნამუშევრებს, ძველ მონეტებს, საეკლესიო ნივთებს, ხელნაწერებს და სიწმინდეებს, რომლებიც მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის ძალიან ძვირფასია. მესტიაში, ძველ უბანში, ლაღამში, მაცხოვრის ფერისცვალების ორსართულიანი ტაძარი დგას. სვანური წესის მიხედვით, მისი გასაღები საუკუნეების განმავლობაში ერთ ოჯახს, ხოჯალანებს ეპარათ, სოფელი მათ ენდობა და ასე გადარჩა ტაძარიც. ეს ეკლესია იმითაც არის გამორჩეული, რომ კედლები გარედანაც მოხატულია. სვანური სახლები თითქმის ყველა ერთნაირად არის აშენებული. კოშკი კი მათი განუყოფელი ნაწილია. კოშკის ბოლო სართული სვანებისთვის ყოველთვის წმინდა ადგილი იყო. გვჯეროდა, რომ იქ გვარის მფარველი ანგელოზი გვიცავდა. ამიტომ აქ ყველას ვერ შეუშვებდნენ. არის მეორე ვერსიაც. ამბობენ, რომ კოშკი მტრისგან და უბედურებისგან დასაცავად აშენდა. და მართალიცაა, რადგან საუკუნეებს გაუძლო. სვანეთი დიდი და ამოუწურავია. მისი ამბავი არასოდეს მთავრდება. ჩვენ, ვინც აქ ვცხოვრობთ, ამ ისტორიას ვუფრთხილდებით და ვაგრძელებთ. მოიარე სვანეთი.